მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეს რადიო 105 და 5 რადიო ივერია, საქართველოს საპატრიარქოს რადიო, ჩვენი სამედიცინო საინფორმაციო საგანმანათლებლო პროგრამა კონსილიუმი, მე მისი წამყვანი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ აბიძე გახლავართ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და დავიწყებთ საუბარს. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ყველას აწუხებს. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც კავშირი არ აქვს ფარმაციასთან, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც პრაქტიკულად კავშირი არ კონდეს ექიმთან და შესაბამისად იმ დანიშნულებასთან, რომელსაც ექიმი, ასე ვთქვათ, უწერს პაციენტს და შემდგომ მას უხდება ამ მედიკამენტების შეძენა. ძალიან საინტერესო თემატიკა არა ამ ბოლო პერიოდისათვის დაახლოებით ეს უკვე მინიმუმ 10 წელია ძალიან სერიოზულად გამომჟღავნდა და გამოჩნდა, რასაც ჩვენ ზედმეტად ჭარბად გამოწერილ სამედიცინო პრეპარატებს ვეძახით. ძალიან ბევრია შერეული ტიპის დანიშნულებები და ასე შემდეგ. პრინციპში ამას სამედიცინო ენაზე პოლიფარმაცია ქვია, რაზეც დღეს ჩვენ სასაუბროდ მოვიწვიეთ. ძალიან საინტერესო ადამიანი, რომელმაც პრაქტიკულად მთელი ცხოვრება ფარმაკოლოგიას და კლინიკურ ფარმაკოლოგიას მიუძღვნა და ის აგრძელებს ძალიან საინტერესო საქმიანობას. ეს გახლავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ქალბატონი ლუიზა გაბუნია და ჩვენ გვინდა მას გავესაუბროთ ამ თემატიკიდან გამომდინარე. მოგესალმებით ქალბატონო ლუიზა. გამარჯობა. პატარა შესავალი გავაკეთეთ და შევეცადე რომ მაქსიმალურად არ ჩავრეულიყავი, ასე ვთქვათ, თქვენს კომპეტენციაში, მაგრამ როდესაც დგება რაღაცა გარკვეული მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რა განვიხილოთ, აი წამოვიდა ეს პრობლემა და სწორედ მე გადავწყვიტე, რომ თქვენ შეგხმიანებოდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის, აი ხა ჩვენ სტუდიის გარეთ საუბრობდით, სანამ შემოვიდოდით სტუდიაში და ვამბობდით კიდევაც, რომ ეს არ არის ცალი მხრივ მიმართული რაღაცა პრობლემა, ეს კომპლექსურია, აქ სოციალური პრობლემა არის, ფინანსური პრობლემა არის, ჯანმრთელობის პრობლემა არის და აი ამ ყველაფერზე ამ ნახევარი საათის განმავლობაში ვისაუბროთ და მივაწოდოთ ინფორმაცია. ჩვენი გადაცემის შინაარსით სწორედ ეს არის საინფორმაციო, საგანმანათლებლო პროგრამა, რომელმაც უნდა მედიცინაში უფრო მეტი წვლილი შეიტანოს იმისათვის, რომ მოსახლეობა კარგად იყოს ინფორმირებული და იქნას დაცული პაციენტის უფლებები. მოგესალმებით, მივესალმები თქვენს რადიო მსმენელებს. ასევე ძალიან დიდ მადლობას გიხდით სტუდიაში მოწვევისათვის. როგორც ბატონო დევიდ თქვენ აღნიშნეთ, მთელ მსოფლიოში ძალიან აქტუალურია, პრობლემატურია მედიკამენტების გადაჭარბებული დანიშვნა, რასაც დღესდღეობით მსოფლიოს ცივილური ნაწილი პოლიფარმაციის ქვეშ მოიაზრებს, ანუ მედიკამენტების ჭარბი დანიშნულება ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის ადამიანებისათვის, საზოგადოებისათვის, როგორც ჯანმრთელობის კუთხით, ასევე ფინანსური დანახარჯების მიმართულებით. ჩემი სიტყვა მინდა დავიწყო ცნობილი ძველი ბერძენი ექიმის ჰიპოკრატეს სიტყვებით. მან თქვა, რომ დავიცავ ყველა ჩემს პაციენტს ნებისმიერი საფრთხის შემცველი და ზიანის მომტანი ზემოქმედებისაგან. შემდეგში უკვე მისი ეს სიტყვები ეგრეთ წოდებულ ჰიპოკრატეს ფიცში გაჟღერდა, რომელსაც ჩვენ ყველა ვდებთ ფიცს სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ და იგი ექიმთა საზოგადოებისათვის გახდა მკურნალობის ძირითადი პრინციპი. ანუ თუ არ არგებ, ნუ ავნებ პრიუმ non nocere. აი ესე ჟღერს ლათინურად ეს სიტყვები და ასევე მინდა დავამატო ერთი ძალიან ძველი ასევე ექიმი, ტოქსიკოლოგის პარაცელსის სიტყვები. მან აღნიშნა თავისი პრაქტიკული საქმიანობიდან, თავისი განათლების საფუძველზე, რომ ნებისმიერი ნივთიერება არის საწამლავი, მხოლოდ დოზა აქცევს მას წამლა და ეს სიტყვები სწორედ ასოცირდება არარაციონალურ ფარმაკოთერაპიასთან, ანუ ნებისმიერი წამალი, ნებისმიერი წამალთა კომბინაცია უნდა იყოს დანიშნული მთელი რიგი ფაქტორების და მნიშვნელოვანი მახასიათებლების გათვალისწინებით. პირველ რიგში, რაც დღესდღეობით პერსონალიზებული მედიცინის ქვეშ მოიაზრება, უნდა იყოს გათვალისწინებული თვითონ პაციენტის ინდივიდუალური მახასიათებლები. ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული მისი ფასი, რამდენად ადამიანებს საზოგადოებას შესწევთ უნარი, თქვათ, მიიღონ ეს შესაბამისი საჭირო მკურნალობა, ანუ ძალიან ბევრი ფაქტორი განაპირობებს და მათ შორის პოლიფარმაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არარაციონალური ფარმაკოთერაპიის კუთხით. ქალბატონო ლუიზა, ჩვენი საუბარი ალბათ უფრო ცოტა ესე კითხვა-პასუხის რეჟიმში უნდა წარმართოთ. მე მაქვს რაღაც გარკვეული კითხვები, რომელსაც მოსახლეობა და ჩვენი ძვირფასი ადამიანები
გვაძლევენ, დავალებასაც გვაძლევენ, რომ კითხეთ თქვენს სტუმარს. გამომდინარე აქედან მე მინდა ერთი ასეთი კითხვა დაგისვათ, რომელიც ჩვენს მოსახლეობას ძალიან ხშირად აინტერესებს. რატომ ხდება, რატომ არის ეს რითია იდეაში გამოწვეული, ან რა პრაქტიკული ღირებულება აქვს ამას, როდესაც ერთი და იგივე მაგალითად ყველამ კარგად იცის გიპერტენზიული საშუალებების ერთი და იგივე რამოდენიმე პრეპარატი არის გამოწერილი და თქვენ როგორც აღნიშნეთ, ახლა მე თქვენ საუბარში ეს სიტყვა დავიჭირე, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე და არამკურნალობის ეფექტი, არამედ პირიქით რაღაცა პრობლემის წინაშე აყენებს ჩვენ პაციენტებს. აი ამ მიმართულებით, პოლიფარმაციის მიმართულებით უკვე მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა და ამასთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანი მაღალი ხარისხის მტკიცებულებები არსებობს. ერთ-ერთი ძალიან მასშტაბური ფარმაკოეპიდემიოლოგიური კვლევის საფუძველზე დადგენილი იქნა, რომ თუ პაციენტი იღებს 5-ზე ნაკლებ მედიკამენტს, გვერდითი ეფექტების, წამალთა ტოქსიურობის მაჩვენებლები დაახლოებით არის 5%, არა უმეტეს 5%-ისა, მაგრამ თუ პაციენტი იღებს 5-ზე მეტ მედიკამენტს, ეს მაჩვენებელი 25%-მდე იზრდება. აქედან 23% არის პოტენციურად საშიში და 1/3 ნაწილი ლეტალური გამოსავლით მთავრდება. აი ამის საფუძველზე 2008 წელს დაახლოებით 9 ევროპული ქვეყნიდან 13 ექსპერტი შეიკრიბა, რომლებიც აი ამ მიმართულებით საქმიანობდნენ და უკვე დააგროვეს ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება და ჩამოაყალიბეს ეგრეთ წოდებული კლინიკური კრიტერიუმები, ასევე ეგრეთ წოდებული stop-start კრიტერიუმები, რაც გულისხმობს მედიკამენტების გამოყენების ჩვენებებს, უკუჩვენებებს, გვერდით ეფექტებს, რომელი მედიკამენტების, რომელი ფარმაკოლოგიური ჯგუფების გამოყენება ერთდროულად არ შეიძლება, რა შემთხვევაში არ შეიძლება. აი ეს განათლება როგორ უნდა მიიღოს ამ ჩვენმა მოსახლეობამ, ვისაც არ აქვს ელემენტარულად კავშირი მედიცინასთან. რაღაცა სხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები არიან და არ არიან კავშირში ამ მედიცინასთან და საბოლოო ჯამში მოდით პირდაპირ ესე ვთქვათ, ზარალდებიან ამ დანიშნულებები. რაღაცა გარკვეული თქვენ ხო არ ფიქრობთ, რომ რაღაცა უნდა არსებობდეს, რომელიც ამას ან იგივე ოჯახის ექიმის ინსტიტუტს ხო არ უნდა ცოტა ხაზი გაუსვათ, აი რა ვიცი, რაღაც ესეთი იდეაც მეც მომივიდა, ასე ვთქვათ, აი რაღაცა უფრო მეტი მივცეთ რაღაცა სიგნალი, მესიჯი მივიდეს მოსახლეობასთან. მდგომარეობს, იცით, აი ძალიან აგრესიული რეკლამები მედიკამენტებზე, გადაცემა ინფორმაციის, თვითმკურნალობა, პირველ რიგში აი ეს უნდა აღმოიფხრას. აი ამ მიმართულებით უნდა მივაწოდოთ მოსახლეობა ძალიან დიდი ინფორმაცია. ექიმთან, სპეციალისტთან უნდა მოხდეს მისვლა, რეკომენდაციის დანიშნულების მიღება და ნებისმიერი სპეციალობის ექიმი ასევე კონსულტაციას უნდა იღებდეს კლინიკურ ფარმაკოლოგთან, რომელიც უნდა არსებობდეს ნებისმიერ კლინიკაში, ისე როგორც არსებობს მსოფლიოს წამყვან ცივილიზებულ სახელმწიფოებში. კლინიკური ფარმაცევტი ეს არის ის რგული კლინიკაში, რომელიც ასევე არაჰოსპიტალურ ამბულატორიულ დაწესებულებებშიც, სადაც ის უნდა ამოწმებდეს დანიშნულებას, ექიმის მიერ გაცემულ დანიშნულებას, სწორედ ამ აღნიშნული კლინიკური კრიტერიუმების საფუძველზე. აი კონტროლის სამსახური არსებობს ყველა კლინიკაში, ხო მე გარკვეული პერიოდის განმავლობაში 4 სხვადასხვა კლინიკას უხელმძღვანელე და ვიცი კლინიკის შიდა ასე ვთქვათ სტრუქტურა და ყველაფერი, მაგრამ არსებობს კონტროლის სამსახური, რომელსაც ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ ერთი რგოლია, ვისაც შეუძლია ეს გადაამოწოს, მეც არავის. და ძალიან საინტერესო წინადადებაა თქვენი მხრიდან, რომ ეს კლინიკური ფარმაკოლოგიის სპეციალისტები არ აუცილებელი რომ ეს დღე-დაღამე იქ იჯდეს. რაღაცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ევალებოდეს, რომ მან ეს ისტორიები გადაამოწმოს და ნახოს დანიშნულება. გეთანხმებით ნამდვილად კლინიკაშიც უნდა არსებობდეს და უნდა არსებობდეს საერთო მარეგულირებელი, რომელიც პერიოდულად სხვადასხვა კლინიკებს ატვირთული ელექტრონული რეცეპტების საფუძველზე მოახდენს მონიტორინგს, გადამოწმებას, რამდენად სწორი დანიშნულებები აქვს მიცემული პაციენტს. ეს შეიძლება იყოს გარკვეული პერიოდულობით, რანდომულად. გარკვეული პასუხისმგებლობა, მე რა თქმა უნდა არ ვაკნინებ ჩვენი ექიმების თქვათ გამოცდილებას, პასუხისმგებლობას, მაგრამ ეს მარეგულირებელი რგოლი აუცილებლად უნდა არსებობდეს. აი რეგულირების სააგენტო, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. იქ არ არის ასეთი იყო ესეთი ჯგუფი ფარმაკოლოგთა ჯგუფი არსებობდა, ის შეიქმნა 2018 წლის ივლისში, ვინაიდან აი ამ პროექტში იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი, რაც გულისხმობდა თვითონ მოსახლეობის ადამიანების მიმართვიანობას. სამწუხაროდ ეს მიმართვიანობა იყო ძალიან მინიმალური და ამიტომ ეს პროექტი დაახლოებით 6 თვეში უკვე საჩივარის პასუხს იხილავდნენ. იცით როგორ იყო ნებისმიერი ეჭვის შეტანის შემთხვევაში, მკურნალი ექიმის მიერ
მიერ გაცემული დანიშნულების საფუძველზე ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო ეს აეტვირთა დანიშნულება და მიეღო რეკომენდაცია ან შეფასების საფუძველზე რამდენად სწორი იყო, რამდენად არასწორი იყო, ასევე მითითებები იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ მონიტორინგი აი მწამლების, გვერდითი ეფექტების, გართულებების და ასე შემდეგ. თუმცა აი, როდესაც მედიკამენტს ყიდულობთ, ხო, ნებისმიერ ხო მეც ვიყენებ მედიკამენტს და მაქვს დანიშნულება რაღაცა გარკვეული ჩემი, ხო, ნებისმიერ ადამიანს და აუცილებლად კითხულობთ ჩვენ იქ ანოტაციაში უკუჩვენებას, მიღებას და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეს საკმარისი, მე მგონი არ აღმოჩნდა. არის, რა თქმა უნდა. არც არის ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულების შემცველი ინფორმაცია, მაგრამ პაციენტმა რომ აი ამის წაკითხვის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ეს წამალი მან უნდა დალიოს ან არ დალიოს, ეს ნუ იმიტომაც მიდის ახლა ექიმთან ძალიან მარტივად რო თქვათ, რომ ის მას ენდობა და იმ დანიშნულებას იღებს, მაგრამ იქ ხო წერია რაღაცა გარკვეული, მე მაგალითად მქონია ასეთი შემთხვევაც და არის კიდევაც, რომ რაღაცა გარკვეული მედიკამენტი იწვევს დაუშვათ პირობითად თაუბრუს ხვევას, რაღაც ღებინების შეგრძნებას და ასე შემდეგ, ხო? და ამის გამო თვითონ მე ეს პაციენტი მიმართავს მის კურნალ ექიმს და ეუბნება, რომ ეს მედიკამენტი იქნებ ჩავანაცვლოთ. ამას ყველა ვერ აკეთებს. ეს ძალიან იშვიათად ხდება. ზოგიერთ საერთოდ კითხულობს იმ ანოტაციას აქვს თუ არა ისიც არ იცის. რა გამოსავალია, აი, რეგულირება არაო, ის ვერ კითხულობს ეს, მაგრამ ამასობაში მოსახლეობა ზარალდება. იცით რა არის, მე როგორც კლინიკური ფარმაკოლოგი ყოველთვის აი ესე ვთვლი და მიმაჩნია სწორად, რომ ნებისმიერი წამლის ან წამალთა კომბინაციის დანიშვნის დროს უნდა იქნეს გათვალისწინებული ესეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორიც არის, თქვათ, პაციენტის ასაკი, სქესი, თანხლები დაავადებები, რა მდგომარეობაშია, ღვიძლი, თირკმელი, მოგეხსენებათ, წამლები ჩვენი ორგანიზმიდან ელიმინირდებიან ამ ორი ძირითადი ორგანოს საშუალებით. ასევე გენეტიკური ფაქტორები ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ასევე ნებისმიერი წამლის დანიშვნის დროს პაციენტს ძალიან ხშირად, უმეტეს შემთხვევაში, ხანდაზმულ პაციენტებს ერთდროულად რამოდენიმე დაავადება აღენიშნება და ხომ არ გამოიწვევს ეს დანიშნული მედიკამენტი ან მედიკამენტთა კომბინაცია რომელიმე ქრონიკული დაავადების გამწვავებას, რასაც განსაზღვრავს მხოლოდ მკურნალი ექიმი. ანუ აი ყველაფრის გათვალისწინების საფუძველზე თუ საჭირო იქნება პაციენტს ასევე უნდა დაენიშნოს გარკვეული ლაბორატორიული ტესტები, გავიგოთ ღვიძლის მდგომარეობა, თირკმლის მდგომარეობა, ასევე ანამნეზის საფუძველზე, სადაც მიანიშნებს უმეტეს შემთხვევაში. ესე იგი მე აი ამ ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე და არც თუ ისე ცოტა გვაქვს, როგორც იტყვიან 33 წელი არ არის ცოტა და 34, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ჩვენი საუბრიდან პატარა ერთი დასკვნასავით გამომაქვს, რომ ჩვენი ექიმებისა და პაციენტების ურთიერთობა და მათ შორის რაღაცა გარკვეულია ეს დამოკიდებულება არასწორია. მე რაღაცა ესე მგონია რა. შეიძლება ვცდები, არც ავიცენავარ და არც არქიმედე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ეჩნამი შემიძლია, რომ აი გიპოკრატე ახსენეთ თქვენ და ფიცდებთ ამ გიპოკრატეს ჩვენს უყვალა მეძდადებული მაქვს თქვენს და მის მიმართვაშიც კი აღინიშნება, ხო, რომ არ უნდა ავნო. დიახ. თუ არ უნაუს ნუ ავნებ რა, ესე იგი აი რაღაცა ესეთი როგორ განახორციელებ ამას. ხო და აი ამის განხორციელებისათვის ისე ჭირდება ეს მომზადებით, მაღალი ცოდნით, ჭირდება ეს სეგმენტი, რასაც კლინიკური ფარმაკოლოგია გადამზადების პროგრამები, რომელიც მაგას შევეხებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაინც საბოლოო ჯამში რა ალბათ რაც გარკვეული ეტაპია ის რომ ჩვენ არაერთხელ ქონდა საუბარი ჩვენ გადაცემაში და ჩვენს პროექტში პირველად ჯანდაცვასთან დაკავშირებით. და რომელსაც ძირითადად რა თქმა უნდა ოჯახის ექიმი მართავს და აი ეს პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ჩართულობაზე ხო არა გაქვთ რამე ან პროექტი ან რაღაცა მართულება? მე პირადად არა მაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა პოსტდიპლომური გადამზადების პროგრამები ასევე უნდა იყოს მათი მაღალი ჩართულობით წარმოდგენილი, იმიტომ რომ ნამდვილად პირველი რგოლია, სადაც პაციენტების უმეტესი ნაწილი მიდის ვიდრე თქვა გათვლილია 87%-ია მონაცემები. დიახ, მეც ესე ვიცოდი, უმეტესი ნაწილი მიდის ოჯახის ექიმთან და იქიდან მიიღებს ყველაზე ძალიან მნიშვნელოვან რეკომენდაციებს. და თან ის ისეთი ინსტიტუტია, მე მყავდა რამოდენიმე ადამიანი სტუდიაში და ყველა მესაღნიშნა, რომ ის ისეთი ინსტიტუტია, რომელსაც რატომღაც ვერ დაიბრუნა თავისი ის ღირსება, რომელიც უფრო ადრე ჰქონდა. სხვათა შორის აი ეს დამატებითი საკვლევ დიაგნოსტიკური ცენტრები, გაურკვეველი რაღაცა წარმოშობის სამედიცინო ორგანიზაციები ამან ხელი შეუწყო ის რომ შეასუსტა ისევ პირველადი ჯანდაცვა. სხვათა შორის თქვენ კარგად გახსოვთ
კოვიდის პერიოდი, ხო? და აი ამ კოვიდის პერიოდში კიდე ერთხელ კარგად გამოიხატა მაგალითად იგივე ოჯახის ექიმის როლი ამ შემთხვევაში დისტანციური ჩარევა და მიმართვიანობა, დანიშნულება და რაღაცა ესეთი ამ შემთხვევაში აი ეს ფარმაცევტული კომპანიები ნამდვილად არ მონაწილეობდნენ, ხა ამას ნამდვილად ვერ დავაბრალეთ, მაგრამ აი ეს ურთიერთობა ფარმაცევტული კომპანიების და ექიმების ეს ყველანაირ ზღვარს ძდება. სამწუხაროდ ესია, სამწუხაროდ ძალიან ხშირი შემთხვევა, ეხლა გამახსენდა თქვენი საუბრიდან გამომდინარე, რომ როდესაც ადამიანს რამოდენიმე დაავადება აქვს, ხანდაზმულ პაციენტებს 65 პლუს ზემოთ, ექიმი უნიშნავს საკვებ დანამატს, ანუ ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი, რომელზეც არანაირი თქვა კლინიკური კვლევა არ გაუვლია, არ არის მოწოდებული როგორც წამალი, არის ძვირად ღირებული, ფუფუნების საგანი გახლავთ და ჩართულია მკურნალობაში როგორც წამყვანი სამკურნალო საშუალება. და აი ესეც არის ძალიან ხშირად, თქვა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება არის ფარმაცევტული პროდუქტების წარმოჩენა დანიშნულებაში, როგორც ძირითადი სამკურნალო საშუალება. აჭრელებულია მთელი სოციალური ქსელი და ინტერნეტი ამ რაღაც გაურკვეველი მედიკამენტებით და არც ოფისი აქვს, არაფერი არ აქვს. ეს ადამიანები თვითმკურნალობას ეწევიან. მკურნალობას და ჩვეულებრივად, როგორც ნებისმიერ ძირითადი წამალი გადის იგივე გზას გადიან და ჩვენ არ ვიცით შორეული შედეგები, ზოგ შემთხვევაში არც ახლო შედეგები ვიცით და შეიძლება გამოიწვიოს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, თუნდაც ალერგიული რეაქციები. ასევე გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება, თირკმლის დაზიანება, ან სხვა ორგანოთა სისტემის დაზიანება. ამაზე არა გვაქვს მტკიცებული. თქვენ ბრძანდებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი და ძალიან საინტერესოა მაგალითად როგორი დამოკიდებულება აქვს აი ამ ახალ თაობას ამ ფარმაკოლოგიასა და კლინიკურ ფარმაკოლოგიასთან მიმართებაში არის ინტერესი? ძალიან დიდი ინტერესი, ახლა ეს საგანი კლინიკური ფარმაკოლოგია ერთი წელი ხდება რაც შეიქმნა და სტუდენტები არიან ძალიან მოხარულები, იმიტომ რომ მათ გაიარეს მესამე კურსზე ბაზისური ფარმაკოლოგია, მაგრამ მოგეხსენებათ ეს არის ურთულესი საგანი სამედიცინო სფეროში და ისინი ამას უყურებენ ძალიან პრაქტიკულად, ძალიან პოზიტიურად აფასებენ ამ საგნის შექმნას, იმიტომ რომ იმეორებენ იმ ძველსაც, ახალ ზედნაშენს აკეთებენ ამ ცოდნაზე და რა თქმა უნდა ეს შემდეგ მათ ძალიან გამოადგება თავიანთ პრაქტიკულ საქმიანობაში. იგივე გვერდითი ეფექტების, პრევენციის, მართვის, წამლისმიერი იატროგენის, პრევენციის, მართვის მიმართულებით, ვინაიდან აი წამლისმიერი გართულებები ძალიან ხშირია და როგორც აღმოჩნდა, გულსიძახვთა, ტრამვებით განპირობებული, ონკოლოგიური დაავადებებით განპირობებული სიკვდილობის შემდეგ დაახლოებით მე-5-მე-6 ადგილზე დგას წამლით გამოწვეული ლეტალობა. თქვენ ძალიან ბევრს მოგზაურობთ და არ შევწდები რომ მადლობა გითხრათ ასეთი დარგის გამოცოცხლებისთვის ამ მიმართულების არც მეტი არც ნაკლები. დიდი მადლობა თქვენს. და ძალიან ბევრს მოგზაურობთ და ეს საერთაშორისო გამოცდილებაც რა თქმა უნდა გროვდება და ძალიან საინტერესო კოლეგები გყავთ უცხოეთში. რამე ისეთ პროექტს ხო არ გთავაზობენ, ან თქვენ ხო არ აპირებთ რამეს ისე რომ განვავითაროთ ეს და უფრო მეტი ინტერესი გამოვიწვიოთ. მე კარგად მახსოვს თქვენს მიერ ჩატარებული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მეც მივიღე და ძალიან სასიამოვნო იყო იმდენი სხვაშორის ჩართულობა, აი რაც მე კითხეთ წინა კითხვაში. იქ კარგად გამოჩნდა რა, სტუდენტები ძალიან დაინტერესებული იყვნენ. და ეს დაინტერესება არ უნდა შეაჩეროთ რა. დიახ, მეც მივიღებ მონაწილეობას და კიდევ ერთხელ გავაშკებ დიდი სიამოვნებით. მე 28 წელია მუშაობ უკვე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და ჩემი ნებისმიერი საქმიანობა, ეს იქნება სამეცნიერო, აკადემიური, საზოგადოებრივი, ყოველთვის სტუდენტებთან არის დაკავშირებული და რა თქმა უნდა, სტუდენტის გარეშე, ახალგაზრდა მეცნიერის გარეშე წარმოუდგენელია რაიმე ღონისძიების ინსპირირება, ჩართულობა, განხორციელება, აი ყველაფერში უნდა იყვნენ სტუდენტები აქტიური მონაწილეები. ჩვენ ვართ მათთვის აკადემიურ სივრცეში. პირველ რიგში ეს არის ჩემი ცხოვრებისეული კრედო და სწორად აღნიშნეთ, სწორედ აი მაგ კონფერენციის შემდეგ ჩვენი უნივერსიტეტის ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგა, პროფესორი, სტუდენტები, რეზიდენტები, დოქტორანტები აი იმ ქოლგის ქვეშ ჩატარდა აღნიშნული ღონისძიება და არა მხოლოდ ეს ღონისძიება ყოველთვის აგრძელებენ ხოლმე აქტიურ მონაწილეობას, ზეპირი, სტენდური და რა არის ამაში ამოსავალი წერტილი, ისინი იღებენ უახლოეს ინფორმაციებს, ხდება გაცვლა, ახალი მიდგომების, ახალი თქვათ სტრატეგიული, სამეცნიერო, აკადემიური საქმიანობის მიმართულებით, აი შეიძლება სულად თავიანთ მომავალი პროფესიული საქმიანობას დაგეგმონ ამ თვალსაზრისით.
ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია მე პირადად. ძალიან დაინტერესებული ვარ და ძალიან მიხარია, რომ ასეთი მიმართულება ძლიერდება ჩვენთან უნივერსიტეტში და საერთოდ საქართველოში, იმიტომ რომ საჯერის რამოდენიმე წლის წინ მე დავეხმარებ ჩვენ სტუდენტს, ჩვენს მაგისტრს, ზუსტად აი ამ თემით, პოლიფარმაციასთან მიმართულებით და გამოირკვა, რომ არც თუ ისე სახარბიელო მონაცემები გვაქვს ექიმებთან მიმართებაში, ანუ პროცენტული რაოდენობა, როდესაც ფარული, რა თქმა უნდა, გამოკითხვა ჩატარდა, ძალიან მაღალი იყო დაახლოებით 35-33% მედიკამენტების და მე ხლა არ ვიცი ეს რამოდენიმე წლის წინ იყო და საინტერესოა რომ კიდევ ერთხელ ჩატარდეს ამის მოკვლევა მე იდეას გთავაზობ კი ბატონო დევი ახლა მე მაგისტრთან მიმართებაში ალბათ მიაქცევენ ამას ყურადღებას ის ჯგუფი ფარმაკოლოგთა რაც არსებობდა რამოდენიმე წლის წინ ჩვენ მე ჩავატარეთ სტატისტიკური კვლევა ანუ რამდენი მედიკამენტი ქონდა დანიშნული აი იმ კლინიკური 10 მედიკამენტის კი 14 მედიკამენტი მაქსიმუმი აი ამ შრომაში არის 14 მედიკამენტი აი ეს არის სწორედ ახალი დაავადებების, ახალი ნოზოლოგიური ფორმების განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი, რასაც ქვია წამნისმიერი იატროგენია. და აი ინტოქსიკაციები, რომელიც მედიკამენტების მიღების შედეგი იყო, დაახლოებით თუ არ ვცდები ახლა ზეპირად აღარ მახსოვს, მაგრამ სადღაც დაახლოებით 20-მდე შემთხვევა თბილისში იყო, რა თქმა უნდა ეს. კვლევა ჩატარებული 20-მდე შემთხვევა მიმართა დასრულდა ჰოსპიტალიზაციით. და ძირითადად იქ გამოიკვეთა ონკოლოგიური დიაბეტი თუ არ ვცდები და ცენტრალური ნერვული სისტემა, აი პარაპლეგიები და ასე შემდეგ და ეს ნუ ისეთი მძიმე დაავადებებია ხთქვი. ანუ წამლისმიერი. ნუ წამლისმიერი ეს ნებისმიერ არ არის საჭირო მისთვის უმაღლესი დამთავრება, ჩვეულებრივი მოქალაქეებიც ამას ყველაფერს ძალიან კარგად ხვდებიან. ერთი ასეთი შეკითხვა მაქვს კიდე თქვენთან, აი რამე ახალ ღონისძიებას ხო არ გეგმავთ? ცოტა უფრო ისეთ მასშტაბიანს, ვინმე ხო არ ყავთ მოწვეული, რომ აი სტუდენტებს შევახედოთ. მე არ ვამბობ კონფერენციების და დიდი ფორმატი ცოტა ძნელი ჩასტარებელია. აი ვიღაცა ისეთი რომ ჩამოვიდეს რაღაცა მასტერ კლასივით, წყალებში ჩაატაროს. იქნებ მოახდინოთ რაღაცა ისეთი, რომ უფრო კარგი ინტერესს გამოიწვევს ჩვენი სტუდენტებს. დიახ და მით უფრო ძალიან აქტუალურია ეს თემა. მარტივია ესეთი ტიპების მოყვანა და სტუდენტები თავისთავად ჩაერთვებიან ამას. კი ბატონო, ისეთი სპეციალისტები, რომლებიც კლინიკურ ფარმაკოლოგიაში საქმიანობენ და აქვთ უკვე თავიანთი ძალიან ისეთი დიდი გამოცდილება და ამასთანავე არსებობს როგორც გითხარით უკვე სერიოზული მტკიცებულებები, რომელზეც შეიძლება ჩვენი პრაქტიკული საქმიანობის დროს აპელირება მოვახდინოთ. ანუ როგორც გზამკვლევი გამოვიყენოთ. მე თვითონ მოვამზადე რამოდენიმე სახელმძღვანელო დოკუმენტიც მოვამზადე პოლიფარმაციის, ასევე დღე-დღეზე უკვე გამოვა ახალი სახელმძღვანელო პოლიფარმაციის მიმართულებით 65 წელს პლუს ზემოთ პაციენტებში პოლიფარმაციის შედეგების პრევენცია და მართვა. ნუ ეს დიდებული საქმეა. უკვე თითქმის ვასრულებ ამ სახელმძღვანელოს. ნუ სახელმძღვანელო არა, ის იქნება როგორც გზამკვლევი პროფესიონალებისათვის და მე ვფიქრობ, რომ ეს საჭირო ეგ უფრო მნიშვნელოვანია ქალბატონობის. რომ ეს მარტივად გასაგები აი რაღაც ესეთი კონკრეტული მესიჯებია ექიმებისთვის, რომ დაიჭირონ ეს დოკუმენტი ხელში და ერთხელ საბოლოოდ ჩაიხედონ, რომ არ შეიძლება მხოლოდ რაღაცა გარკვეული მატერიალური ინტერესიდან გამომდინარე სხვა მოტივაცია უფრო სხვა უნდა იყოს. და შეხედონ, რომ ამეთი წარმატებას კი არ აღწევენ, პირიქით აზიანებენ ადამიანის ჩამთელობას და სიცოცხლეს და რა თქმა უნდა თავისთავადაც ეს არის უკვე არაპროფესიონალიზე გადის რა, მე მგონი ასეთი რაღაცაა. გეთახმებით, ძალიან კარგი იდეა ბატონო, ამაზე ვიფიქრებთ, რომ ჩვენ დაურიგდეს, შეხვედრა იყოს, დაურიგდეს. თქვენ ძალიან დიდი კონტინგენტი ყავთ სტუდენტების და როგორც ვალანტიორები რო იყვნენ, თავისუფლად შეგიძლიათ ეს ელემენტი ჩასვათ და რა ვიცი. კი ბატონო, კარგი იქნება და ბროშურები თერაპიასთან დაკავშირებით, ანტიბიოტიკო რეზისტენტობასთან დაკავშირებით, ესეც პოლიფარმაციის კურსი. ეხლა ანტიბიოტიკებზე საერთოდ ხო ბუმია და ამ ანტიბიოტიკებთან დაკავშირებით საერთოდ ხო ეს ცალკე თემაა და აუცილებლად ამ სექსოლოგებს ალბათ უფრო მოვიდა. რაღაცა აი ორ უკიდურესობას შორის დავდექით. ან საერთოდ უარი ვთქვათ და ვამბობთ, აი მაშინაც კი როცა აუცილებელია და არ ვნიშნავთ იმის გამო რომ გვეშინია. როგორ უნდა ავარიდოთ თავი ამ შიშს? ხო, მაგრამ არის დაავადებები, ხა მე როგორც ექიმი შემიძლია გითხრათ, რომ
არის დაავადება, რომელსაც ხმოგერად ანტიბიოტიკოთერაპიის პირიქით, გარეშე ან ვერაფერს დიახ, რა ვერ თქმა ჩაატარებ. უნდა, რა აქ თქმა არის მთელი არსი რა თქმა უნდა. სპეციალისტის კვალიფიკაციაზე, რომ შეარჩიოს ზუსტი სწორად დოზა. შეარჩიოს. თორე ახლა ერთ-ერთი კლინიკური კრიტერიუმი სწორად მას ეძღვნება, რომ არ შეიძლება ორზე მეტი ანტიბიოტიკის გამოყენება შეყვანის ერთი და იგივე გზით. ამას შეიძლება გამოიწვიოს ერთი მისცენ და შედეგი იყო ნარჯობია. დიახ. ასე რომ ესეთი ის არის. კაბატონოლიზე ამასობაში ცოტა დრო გაგვექცა, მაგრამ საინტერესოდ გაგვექცა და მე მოხარული ვარ, რომ ესეთი კარგი საუბარი შედგა. რას დაამატებთ? რო შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. მე ჩვენს რადიო მსმენელებს და მათ საყურადღებოდ მინდა გავახმოვანო ესეთი რამ, რომ პირველ რიგში თავი ავარიდოთ თვითმკურნალობას ექიმის სპეციალისტის გარეშე. გავიაროთ კონსულტაცია პროფესიონალებთან, ექიმებთან და შესაბამისად მათი თქვათ რეკომენდაციების მითითების საფუძველზე მართოთ ჩვენი დაავადებები, ეს იქნება მწვავე თუ ქრონიკული ფორმები. ძალიან დიდი მადლობა და მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ჩვენი საუბარი სწორედ არა მარტო ჩვენი მსმენელებისთვის იყო საინტერესო, არამედ ჩვენი კოლეგებისთვისაც იყო საინტერესო, რომ ცოტა ისინი უფრო მეტად და პასუხისგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს და ამ პრობლემას. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ლუიზა დღევანდელი დღისთვის, თქვენი ძვირფასი დროის დათმობისთვის. ძვირფასო რადიო მსმენელებო, დღევანდელი ჩვენი შეხვედრა დასრულებულია. დიდი მადლობა თქვენს. შევხვდებით შემდეგ კვირაში ტრადიციულად მომავალ შეხვედრად და ჯანმრთელობა და კიდევ ერთხელ ჯანმრთელობა. დიდი მადლობა, ჯანმრთელობას უსურვებ ჩვენს მსმენელებს და სრულიად საქართველოს და დიდი მადლობა თქვენ პირველ რიგში რომ ესეთი საინტერესო თემა წამოჭერით და ამაზე გქონდა სწორედ დღეს საუბარი ბედნიერად.